წავედი მათესთან გოგოებო. წვიმ დაწერღან, მაგრამ მაინც წავუყვანე სკოლაში რა არ მინდა რომ გაუცდეს. მე დიდი ხანია ხოლმე ტელეფონში ეგეც არ მინდა. თან კიდე პროგრამასაც ჩამორჩება. ხო და დავსვენდით ფაქტიურად. ეხლაც ნახეთ წამოვიღე ჩემი ისა რა ქვია ქოლგა. მაგრამ ის არის ამ წუთში არ წვიმს, რა ვიცი, მაინც წამოვიღე. ისეთი ამინდია რომ ხო და იმედი არ დამაგვიანებ. გუზინდელივითა მე მიბრაზდება ხოლმე. თვალები ჩაუწყლიანდება ხოლმე იმ წუთში და ისე რა ქვია რო ვერ დამინახავს ხოლმე იქ რო გამოდის უკვე იქ უნდა ვიყოლმე. ეგრე უყვარს. აი წინწკლები მაინც მეცემა. წვეთები. რაღაცებს ყიდიან. გარეთ მიყვარს მაინც ვერ გადაღება. ამინდი გაჩვენო სანაცივ და დედაჩემს უთქვია დედაჩემისთვის 17 გრადუსია ყინვა. -17 გრადუსია. იმაში რა ქვია ორჯონიკიძეში ყინვა. -17 გრადუსი გოგოებო. იმ დღეს ხელოდა ჩემ დედაშვილს ულაპარაკე და 20 გრადუსიაო სითბო. ეხლა აქო და ფაქტიურად რა ვიცი რა მოკლე მკლავიანი მაიკებით გამოხვიდოდი გარეთ და ეს კვერი ყავას რო ვსახome აი აქ ვიჯექი იმ დღეს იქ და სავდი ყავას. ხო და ისე უცბად მკვეთრად შეიცვალა ეს ამინდი რომ რავი ახლა ქარიც არის მე ჩაფოთნული მოვდივარ რა თქმა უნდა. გაჩვენოთ ხო ჩემი ისა როგორ ამაკ მოხვეული. აი ნახეთ გარუჯებული მაგტოჩები სიცილისკენ. ქარიც არის და თან ცივი. წავედი გავიქეცი თორე ეს არის 5 წუთში უნდა მივიდე. გაყოლა 5 წუთში. შემიმართვნა. მოვედი. აი ეს მე არ მიყვარს და ეთოს მომინდა მათე. ერთჯერადი სუპი უნდა გავიკეთო, დედიკო. მინდა. ხო და ეხლა მე და მათე გავიკეთებთ სუპს. სუპებს გავიკეთებთ. ის მაგ რა ქვია. გუფთა და არ მინდა მე გუფთა და მათე გუფთა ხო არ გინდა დედი? გუფთა. აუჟაც მოსწონდა. ოჯე ჭამა და მოსწონდა, უკვე აღარ მინდა. გავიკეთოთ სუპი. არა უშო საფაში ხშირად არ ვჭამთ სუპებს. მე საერთოდ არ მიყვარს. ისინი გავრიცხვეთ ამ კილოები. მარტო ის რაღაცა მოყვება, სუნელი.
მოგეთ ესე. ეს სუნელების გარია. ემისა. ალერგიული რეაქცია თუ რა არის? გაცემინება. ესე ველოდები, ესე კი რა არის? გოგო რა მაგრაფაცია. ერთო ძალიან ჩემი გაკეთებული მწნილი როგორი გემრიელია იცით ძალიან გემრიელი ვარი სტაფილოს დაგალია და დაწყა ერთი პერიოდი, რომ ეხლა მაი ყინვები. ეხლა ყინვები დაიჭერს ალბათ, იმიტომ რომ ძალიან ცივა გარეთ. მივიტმე ხოლმე ცოტ-ცოტას. ორი დღე. მოხდანიკაც. მათე უფრო აჭამს. მეთქირის ხმა. მე მეგონა კარებზია და უნდა დავიმპაუზებინა, მაგრამ კარებზე კი არავინ არ არის. სარეცხის მანქანის მაყოფილია. მგონი ბევრი მომივიდა ხო? დაველოდოთ ახლა ჩვენ სუპებს. ველოდოთ და ვნახოთ ერთი რა გამოვა. ამას მე მგონი ბევრი მოუვიდა, ცოტა გადავწულა. კარგად არის ხა. ეს მე მგონი გაკეთდებოდა რა ვიცი, ნახოთ კი.
იან ამათსაც წავუღებ და ამას მივიწმებთ მე და ჩემი ბიჭი ეს არის მოხარშული მალაკი შენ გავუხსენი ამათ და ახსოვს მათის და მალაკი მომიტანო წავუხოთ ეს არ მომეწონა ეგ სუპი იმიტომ რომ არ მიყვარს მე არ მიყვარს მართლა არ მიყვარს ერთჯერადი ვერ შევჭამე ანუ რა ეს სიტყვით ვერ შევჭამე ცოტა შევჭამე ძალიან და დავტოვე ესეც მივჭირდება და მე მოვალ მე ისე მომიმსუყრაგული ისე მომეხო ეს ერთჯერადი სუპი რომ ამ ყავა მინდა აი ჩაიხრა რომ გამოვწოვდე გამოვკეთდე რაღაცნაირად მაგ მოხეული აი აქ რაღაცნაირი გემორავი ქათმისა მალაკო ძალიან გემრიელია მოდი დავლიოთ ჩვენ გოგოებო უნალექო ყავა რომ ეს სუპის გემო მოვიცილოთ მომცილდება რა იცით რა პერიოდი მაქვს და რა ვგრძნობ იცით როგორ ვარ რომ შევჩერდე და დავფიქრდე ეგრე ცხოვრებაში რაღაცა ეტაპი არის ჩემთან რთული ძალიან რთული ცუდად არ ვარ ვერ ვიტყვი რომ ცუდად ვარ იმიტომ რომ მიხარია ყოველი დღე თქვენ ხედავთ ყოველ დღე რამხელა სიხარულით მოვდივარ თქვენთან მიხარია ყველაფერი რასაც ვაკეთებ საერთოდ მოვდივარ ბავშვი მომყავს სახში ყველგან აბსოლუტურად ჩემი ყოველი დღე მიყვარს და მიხარია მაგრამ რაღაცნაირი ის არის შინაგანი ხმა მეუბნება რომ ჟანა დაფიქრდი რაღაცეებზე თითქოს ისიც არ ვიცი რაზე გადახედე შეჩერდი ზოგჯერ ძალიან კარგია შეჩერება შეჩერდი შირას გულისხმობ იმას კი არა რომ დავჯდე არა აი აქ გონებაში ხდება ეს უნდა შეჩერდე და გადახედო შენს ცხოვრება ცოტა წარსულსაც დღეს რა ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის და რას აპირებ ანუ რა უნდა გააკეთო დასვენება მინდა ვითო და მაგიტო მოდის ეს აზრები თუ საიდან მოდის არ ვიცი მაგრამ ესეთი აზრები მოდის რაღაც შინაგანად ესეთი ხმები მესმის რომ უნდა რაღაცეებზე დავფიქრდე და გადავაფასო რამდენი წელია ეს არ მქონია მე სხვათა შორის გოგოებო 40 წლისა ხო გავხდი და აი რაღაცა ეგ ის დადგა თითქოს ჩემთან ეგეთი პერიოდი მაქვს ოცი წელი მშობლებთან ვიყავ, ხო ეგრეა? 20 წელი გიასთან.
და ჯანმაგრობის 20 წელი რაც დამრჩა, ის როგორი იქნება, ბავშვებიც მოვზარდ. ის როგორი იქნება, ეს ჩემზე არ მხოლოდ დამოკიდებული. ტოქსიკური ურთიერთობები ამ წუთში არ მაქვს არავისთან, ეს ძალიან კაია. ეს უკვე მიღწევა ცხოვრებაში, რომ შენ შეგიძლია თუ გამოიცვალო ადამიანებს, ჩამოიცვლო ადამიანები, ვისთანაც გააქვს ტოქსიკური ურთიერთობა, მე არ მაქვს არავისთან ეს. ეს უკვე ძალიან ეს არის. ძალიან კარგია ეს. მაგრამ რაღაცები არის, რაც მიზნები და რაღაცა ოცნებები და ის ყველას გვაქვს, ხო ეგრეა. უკეთესობისკენ რო ვისწრაფით ჩვენ. ეს ყველას გვაქვს. მაგრამ მე ჩემ სიტუაციაში ფიქრობ, რომ ძალიან ბევრ რაღაცებზე ჭირდება დაფიქრება. ის რომ მე ძალიან წინ უნდა ვიყო ახლა ცხოვრებაში. ამაზე რამდენიმე დღის წინაც ვილაპარაკე ვიდეოში. და ისი არ მოხდა და დღეს ესი არის. მაგას დავანებოთ თავი. და გავაკეთოთ ისე, რომ რასაც ვერ მივაღწია აქამდე, ახლა გავაკეთო ის ყველაფერი. მივცე ჩემ თავს. ის რაც მაგალითად არ მიმიღია და მეკუთვნის. ის მივცე ჩემ თავს. აუცილებლად ძალიან ბევრი რაღაცები მოხდება ჩემ ცხოვრებაში. კარგი. ძალიან. მე ეს მეკუთვნის. და ვიმსახურებ ნამდვილად. და ასე იქნება. თქვენც იმსახურებთ ჩემ გოგონებო. ყველა ვიმსახურებთ კარგს. უნდა ვბრწყინავდეთ და როცა ვიბწყინებთ და ვიღაცა ჯერ იქამდე არ არის ხომ ისული, არ უნდა შეგშურდეს იმის. ერთმანეთის არ უნდა შეგშურდეს. უნდა ვიბწყინოთ ყველა. ნუ ჩავერევით ხო, ძალიან ისეთ რაღაცეებში, რაც მართლა ჩვენი საქმე არ არის. ხან ვამბობთ ხოლმე ამას, რომ აი რა ჩვენი საქმეა. რა ჩვენი საქმეა ვიღაცის სახში რა ხდება, მაგრამ მაინც ვერევით ხოლმე. იმიტომ რომ გაკეთება თითქოს ძნელია, რა თქმა ადვილია და ნუ ჩავერევით, ვისაც როგორ მოგწონს ისე ვიცხოვროთ რა. ეგრეა. ვიბწყინოთ და ვიფრინოთ. ზოგი უფრო მალე მიაღწევს ამას, ზოგი მიყვება. ზოგი შეიძლება ცოტა გვიან მიყვეს. მაგრამ თუ ჩვენ ამ ყველაფერზე იფიქრებ, იზრუნებ, იმეც არ დაკარგავ, შენც იბწყინებ. ყველა. ყველა ქარს გვეკუთვნის ეს. რომ ვიყოთ გადაღებულები. ვიშრომოთ ამისთვის. ეს ყველაზე კაია. ვიშრომოთ ამისთვის.
აღარ დაგვრჩება მე იმის დრო, რომ ვიღაცის ცხოვრებაში ვიქეკოთ. წეგან კომენტარი წავიკითხე. მეო ჩემ ქმარს კი ავთხოვო, ერთმა გოგომ დამიწერა. ნაცსავ მეუბნებოდა, მეო ჩემ ქმარს კი ავთხოვო. იმას რა ქვია. ავედიო სამსახურშიო მეო, შემიძლია ჩემ ქმარსო ხელფასი ვთხოვო თუ რაღაცა. რადგან არ უნდა ვთხოვო ქმარს ხელფასი. ჯერ ეგეთი. რატო არ უნდა ვთხოვო? ეგ რა ის არის და ჩემი შურდაო რა, რომ ქმარი ალბათ აძლევდა ამ გოგოს და შურდაო ჩემიო და ეგრე იმიტომ დამიწერაო და საკადრისი პასუხი მიიღო. კი, ვინც რასაც თესავს იმას იმის გოგოებო, ეგ იცოდე და გავიწოდეთ. ეგრეა, ეგ მაგისი მაგრად მჯერავს მე. ხო და ცხოვრებისგან რა ჩემგან კი არა. ქმარს რატო არ უნდა ვთხოვო? ვითომ? სათხოვნელად არც უნდა გაგიხადოს კარგმა კაცმა. რა საქმე? თვითონ უნდა იცოდეს ცოლის საჭიროებები. თვითონ უნდა გამოხატოს ეს სურვილი, რომ თავისი ცოლი ბზინავდეს და წინავდეს. რისი საშუალებაც აქვს ახლა მე არ ვამბობ, რომ რაღაცა იზეთები მოთხოვ. რომ დავუშვათ მის ძალებს აღემატება არა, მაგრამ მე შენ ხო იცი, შენ ხო ხედავ, შენ ქმარს რაც შეუძლია და რატომაც არა. ხო თუ ქმარი ესეთ ქალებს ხო მაგრა ეტყობათ ხოლმე, ძალიან არიან ხოლმე რა გალაღებულები, გაბწყინებულები, ვისი ქმრები ზრუნავენ თავიანთ ცოლებზე და რატო არა უნდა იზრუნოს ქმარმა? ეს ბიბლიაში წერია. ოჯახის თავი მისი მოვალეობა არის ოჯახზე ზრუნვა ფიზიკურად. ეხლა რა თქმა უნდა ჩვენ ქალებიც ვმუშაობთ, მაგრამ ქალს ნახეთ რამდენი საქმეა კი იმუშავო რომ იწერენ და დღეს ძალიან ბევრმა გამახნევა რომ ჟენა არა მიაქციო ყურადღება იმიტომ რომ მათე პატარაა და დევნა უნდა. ჩვენ რამდენი საქმე გვაქვს სახლში, ხო? მე რომ ვმუშაობდი უკვე ცოტაც და ალბათ ნერვოზი დამემართებოდა სახლში საქმე. მეშინა და კიდევაც ბავშვი ნიკასთან იყო ხოლმე და ხანდაბლა უშვებდა ნიკა და მეშინა და მაინც ეზოში ახლა რა ვიცი ხო? მე რო არ ვიყავი სახლში. იმუშავე კაია, რანაირად ვიმუშაო, ხო? ჩემზე კარგავ ვინ იცის, ჩემი სიტუაცია და მე ხო არ ამყავს ვინმე, რა მიმხმარებელი რომ მყავდეს, დედა რომ მყავდეს საქმე, დედამთილი კი ბატონო, მაგრამ მართლა ერთი წუთი არ გავჩერდებოდი ვიმუშავებდი. აი ეგეთ მდგომარეობაში მაინც ვიმუშავე ერთი წელი და სანამ ამაჩემს არ დავჭირდი იქ, თავი ადამიანებია ვმუშაობდი ბოლომდე, რაღაც უკვე რობოტივით ვიყავი ბოლოს რა. გინდა უნდა იმუშაო, აი ვერც მოდი, ვეღარც მოდი ხარ, რაღაცნაირი არის რა ეს ისა, ქსელური ისა მარკეტები. ვეღარც მოდი ხარ. და ისეთ ვეღარ ინთავისუფლებ რაღაცა თავს, რაღაცა არის არ ვიცი. ხო. და ერთი სიტყვით ეგეთი პერიოდი მაქვს გოგოებო. უნდა გადავაფასო ძალიან ბევრი რამე ცხოვრებაში, ძალიან ბევრი. თავისით მოვიდა ეს მოდის ეს ყველაფერი შენ რამდენჯერმე მქონდა მე ესეთი პერიოდი ცხოვრებაში. დიდი გადაფასების პერიოდი. შორის ერთ-ერთი იყო ეხლა რელიგია რო დავტოვე და წამოვედი. ძალიან სხვანაირი ადამიანი გავხდი ხოლმე უბნებით თქვენს. სხვანაირად. და დავინახე ყველაფერი. თითქოს ფეხი თავიდან ავიდგი ახლიდან. და ის წლები თითქოს დაკარგული. გოგოებო ასე მგონია ახლდა დავიბადე და ეხლა ფაქტიურად 5 წლისა ვარ. კაი 15-ის. ხო, და რაღაცები მინდა რომ გავაკეთო ცხოვრებაში ისეთი რომ ეს 20 წელი რაც არის ჩემი ჯანმრთელობის წლები 25-ია თუ 30 ვიცხოვრო იცით როგორ ისე ვიცხოვრო როგორც მე მინდა.
გავაფეროთ გარში, ჩემ გარში. გავაფეროთ ჩემ გარშემო სამყარო. უშაქრო ყავა მიშველა თქვენ წარმოიდგინეთ. დამავიწყა სუპისკენ მოაყარა მაქვს. წავედი. დავისვენ ინგლისურში მოვემზადო. და ჩემ ბიჭებთან ვისაუბრო ყოველ დღე ისეთი კარგი საუბრები გვაქვს. მე და ჩემ ბიჭებს ისეთი კარგი საუბრები, რომ აი როგორც კაი საუკეთესო მეგობრები ეგეთი რა, ეს პატარაც აგუდებს მოყვება, ჩაერთობა ხოლმე და წავედი. იქით მელოდები, იქით ოთახში. გაკოცეთ მიყვარხართ და დროებით, ჩემო გოგო.